გამარჯობა მეგობრებო, ჩამოვედი იტალიიდან. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. სიურპრიზიც არაჩვეულებრივი გამოვიდა, ალბათ უკვე ნახავდით vlogs. რომ ჩამოვედი ამანათი დამხვდა სახლში და მინდა რომ გაგიზიაროთ თქვენც, იმიტომ რომ ძალიან ყოფილი დავრჩი. ეს გახავთ MS სტუდიოდან, ჟაკეტი, რომელიც ახლა მაცვია და არის ძალიან ლამაზი ჩემი აზრით. თან შევიძინე ძალიან დიდ ფასდაკლებაზე შავ პარასკევს. ისე დიდი ხანი კი ველოდე, მაგრამ ღირდა ნამდვილად. უამრავ ფერში აქვთ ესეთი ჟაკეტები, უბრალოდ ისე დავიბენი, რომ საბოლოოდ მეთქი იყოს სერი თქო, ყველაზე დიდი ფასდაკლება თან რატომღაც ამ ფერზე ვრცელდებოდა და რატომაც არა, შევიძინე და ნამდვილად გამართლა მოლოდინები. დამიწერეთ როგორ მოგწონთ. ამ ბოლო დროს ვეძებდი ზუსტად ესეთ ჟაკეტს და რო ვიპოვე ძალიან გამიხარდა. ეხლა თან მინდა გაჩვენოთ თუ რა შევიძინე იტალიაში, რა მაჩუქა დედაჩემმა უბრალოდ, იმიტომ რომ მეტწილად რაც ჩამოვიტანე, არის დედაჩემის ნაჩუქარი, იმიტომ რომ იყიდა ხა არიცოდა მეცო ჩავდივედი რა თქმა უნდა და ჩავაკითხე, გამოვართვი ჩემი საჩუქრები და ეხლა გაგიზიარებთ თქვენ. პირველ რიგში დედაჩემმა ჟაკეტი მიყიდა, იმიტომ რომ იცოდა რა ვეძებდი და მინდოდა. ეს ჟაკეტი არის რაღაცნაირად ძალიან ძვირფასი ჩემთვის, იმიტომ რომ მიყვარს ისეთი მაღაზიები, რომელიც არ არის ქსელური და მხოლოდ იმ ქალაქში არის. დედაჩემი როგორც ვახსენი ადრე პადოვაში იყო კონფერენციაზე და პადოვაში ესეთი ბუწიკივით იყო რაღაც. ეს გახავთ შალის და კაშმირის ნარევი, არის საკმაოდ თბილი და თან სასიამოვნო და ვიცი რომ ესეთი ბევრს არ ეცმევა, რაღაცნაირად ძალიან უცხო და დამახასიათებელია. ასევე მსგავს მაღაზიაში შეიძინე ესეთი მაისური, რომელიც არ ვიცი როგორ მიხვდა რომ გაგიჟებული ვარ ამ ბოლო დროს როკზე. შიგადაში სულ ვუსმენ, მაგრამ რაღაცნაირად აკვიატება ვიცი ხოლმე და ბოლო ერთი თვეა სულ როკს ვუსმენ, თან დრამზე შევედი. ამიტომ რაღაცნაირად ძალიან გამიხარდა ეს მაისური. თან ისტორია არის როკის, რამდენიმე მიმდინარეობა და ცნობილი ბენდებიც უწერია ქვემოთ. ასე რომ ძალიან კარგი საჩუქარი გამოვიდა, მართლა ყოჩახდე. მსგავს მაღაზიაში ასევე ესეთი პიჟამები წამოიღო, რომელიც არაჩვეულებრივი ხარისხის არის, ძალიან საყვარელია თან. ესეთი ორი წინდა შევიძინე მე, რომელიც არის კაშმირის და ძალიან სასიამოვნო არის და ყვაყოფილი ვარ მაგითაც. და მინდა გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი მაღაზია, რომელიც ადრეც ვახსენა იმილაში რო ვიყავით და რამდენიმე კომენტარი ვნახე, თუ შეიძლება და ონლაინ გამოწერა და თუ არ ვწდები შეიძლება, კარგად არ დამიძებნია, მაგრამ მოკლედ სკაუტი ქვია მაღაზიას, იყიდება ძალიან ბევრი რაღაცა, სხვადასხვა ბრენდის, სხვადასხვა სტილის, თან პარკები არ აქვთ და ესეც ჩანთებში დებენ. უბრალოდ რა საყვარელობაა ნახეთ. წინაზე უფრო ფერადი იყო და ეხლა რაღაც მუქ ტონებში არის. ახლა მომწერე შესვენება მაქვს აღებული და უნდა გავიქცე, მაგრამ ვეცდები რომ დავამთავრო მოვასწრო ყველაფრის ჩვენება. ეს არის სკაუტის შარფი, რომელიც არის ძალიან კარგი ხარისხის. თხელია და მგონია რომ კვიპროსში იდეალურად გამოვიყენებ. ასევე ესეთი პერანგი, რომელიც წელს ძალიან ტრენდული არის, ესეთი კუბოკრული, მოყავისფრო, მოცისფერო და აი წითელში რო გადადის, ეგ სამი ფერი არის, რაც სულ მხვდება და მხვდება. მე არჩევანი შევაჩერე ამ ცისფერზე. ეს ის დედა მაჩუქა. ეხლა კი გადავიდეთ Sephora-ს რაღაცეებზე. დედაჩემის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემთვის მე მგონი აი ეს სახის მასკარი, იმიტომ რომ მე ესეთი საოცრება და ჯადოქრობა არასდროს არ მქონია. რაღაცა სწავლს აკეთებს, ოღონდ მართლა გეუბნებით. ეს გახავთ Summer Fridays-ის jet lag mask ან სახის ნიღაბი. ზოგადად როცა დაუფრინავ ხოლმე ძალიან მიშრება სახის კანი და ამჯერად გამოვიყენე ეს გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე. სულ ბოლო ეტაპი არის, ანუ თელ სახის რუტინას რო დავასრულებ და წავისმოთ ყველაფერს, ბოლოს დავასრულებთ ამ სახის ნიღბით. ამ სახის ნიღაბს არ სჭირდება ჩამობანვა, იწოვს კანი და აღარ საჭიროება ჩამობანოს და მეორე დღეს უკვე საოცარ დღეშია კანი, რო ჩამოფრინდი, სიმშრალე კი არა, ისეთი დატენიანებული მქონდა, მეთქი რა ხდება თქო და გავიხსენე რომ ეს მქონდა წასმული. საოცრებაა მართლა ის ფასი ღირს, რაც არის თავიდან მეძვირა, მაგრამ ნამდვილად ყველა თეთრი ღირს აი ამაში. შემდეგი კი არის Glow Recipe-ის ნიაცინამიდის სერუმი, რომელიც პატარა ზომის ვიყიდა, იმიტომ რომ მაქვს უკვე ბევრი პროდუქტი სახისთვის და არ მინდა რომ ესე ვერ დავამთავრო დამჩეს მერე გადასაგდებად. ამიტომაც ამაში გადაში გამოვიყენებ ხოლმე, ორჯერ უკვე დავტესტე და ძალიან მომეწონა, მომენტალურად დავინახე შედეგი. რაღაცნაირად კარგად დაატენიანა სახის კანი. ბოლო პროდუქტი გვაქვს Huda Beauty-ის. აი ესეთი სახის პუდრი, რომელიც ასევე პატარა ზომის არის და ისეთი საყვარელია შიგნით. ნახეთ, ესეც კი აქვს თავისი რომ დავიტანოთ. ეხლა დავტესტე უკვე გამოვიყენე და რაღაცნაირად
მე დავინახე შედეგი, თურმე რატო იყენებს ხალხი ამ პუდრებს, ძალიან მომეწონა. ამ ხუმრობაში უკვე იმდენი პროდუქტი დამიგროვდა მაკიაჟის, რომ მე მგონი უნდა დავიწყო ნელ-ნელა კეთება, თან რაც უფრო მეც ვკეთებ, უფრო მეტი მინდება ხოლმე და მოკლედ მართლა მოგწამლავს ეს საქმე, თუ შეყევი, ძალიან ისე ვარ ახლა აჟიტირებული და მინდა რომ გავიკეთე ხოლმე უფრო ხშირად, ვიდრე აქამდე ვიკეთებდი. აქამდე პრინციპში არასდროს არ ვიკეთებდი. ამიტომ სამომავლოდ შეიძლება გქონდეს ხოლმე უკვე მაკიაჟის ვიდეოებიც. გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ შენაძენებზე, როგორ მოგეწონათ, რა მოგეწონათ ყველაზე მეტად, მე კიდევ მალე დაგიბრუნდებით. თუ ეძებთ ისეთ კეტებს, რომელიც არ იქნება Adidas-ი, Aloha და სხვა ისეთი მეინსტრიმული მოდელები, მაშინ ძალიან მოგეწონებათ ეს, რადგანაც არის ზე უნიკალური New Balance-ის ახალი, ან შეიძლება ახალი არ არის, მაგრამ მე ახლა აღმოვაჩინე, ისეთი უცხო და ისეთი უნიკალურია. ნახეთ უბრალოდ, ახლა ამოვიღებ, უკეთესად გაჩვენებთ. არის double ძირზე და ვისაც არ გიყვართ double ძირზე ფეხსმელები, მაშინ არ მოგეწონებათ, მაგრამ მე არ მაქვს პრობლემა. ტაიგერებიც only უკვე მსგავს ძირზე არის double-ზე და დიდად არ მექმნის დისკომფორტს. არის უამაზესი ალბათ დამეთანხმებით, სხვადასხვა ფერებში არის. მაგრამ ეს ფერი ყველაზე მეტად მომეწონა. გამოვიწერე მაიტერეზადან და სხვათა შორის მაიტერეზამ მე მგონი რებრენდინგი გააკეთა, იმიტომ რომ მათი ეს დამახასიათებელი ცნობილი ყვითელი ყუთი უკვე არის ვერცხლისფერი. მაგრამ ძალიან ლამაზია ესეც და ზოგადად მაიტერეზაზე ვგიშდები. ამ პლატფორმაზე შოპინგი მიყვარს ბევრი მიზეზის გამო და ერთ-ერთი არის ის, რომ აქვთ უსწრაფესი შიპინგი. მართლა ელვისის სწრაფით ჩამოდის ამანათები. როგორც კი შეკვეთა გავაკეთე, იმ საღამოს მომწონეს რომ უკვე მზად იყო შიპინგისთვის და 3-4 დღეში ჩამოვიდა. რაც მგონია რომ არის იდეალური. თუ არ ვწდები გერმანიიდან ჩამოვიდა კვიპროსში და ნუ ერთი სიტყვით მაიტერეზას ჩემი ქება არ ჭირდება. თან ამას ჰქონდა 20%-იანი ფასდაკლება. გადავიხადე არ მახსოვს. მე მგონი 100 евро. სტანდარტულად კეტების ფასი არის ეს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მაიტერეზაზე შოპინგისას შიპინგში იხდით შედარებით უფრო დიდ თანხას, რაც არც თუ ისე კარგია. Girl Math-ის მიხედვით გადაყრილებულია. ალბათ ჯობია რომ ამ პროდუქტს დაამატონ ის თანხა და ეწეროს რომ უფასო შიპინგი არის, იმიტომ რომ ისევ და ისევ Girl Math-ის მიხედვით უფრო მშვიდად ვიქნებით ალბათ. გამიწერეთ როგორ მოგწონთ, ახლა აუცილებლად მოვირგებ და ვნახოთ. ზომა უნდა მქონდეს წესით რიგით კარგად. გამოვიწერე 38. ისეთი შეგრძნება მაქვს, ახლა თალფეხზე ჩავიცვი და მართლა მგონია რომ არაფერი არ მაცვია ფეხზე. ისეთი მჩატეა. არაფერი ზედმეტი არ აქვს და ანუ ჩუსტივით კი არ არის. ანუ მართლა მგონია რომ საერთოდ არაფერი არ მაცვია, ისეთი კომფორტული არის. გავგიშდი. ნახეთ რა ლამაზია. ჩემი აზრით არის ულამაზესი. მოლიდან და იცით სად გძნობ რომ უკვე დავხვიდი და გავიზარდე, აი ტვერსას როც რომ ვიყიდი და ხალხს სახალხოს აჭკად მანდ ხვდები რომ უკვე ის სხვა ლეველი არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა ზარაჰომში შევედით რომ სახლის მიხედვით ვეყიდა და ახლა უცბად გაჩვენებთ რა ვეყიდათ, სანამ გიო აწყობს ჩვენს ჭკვიან რობოტ ტვერსასთვის. ესე იგი პირველი გვაქვს ესეთი ბალიში, რომელიც არის შედარებით პატარა ზომის. ძალიან ლამაზი ფერია, ფერი მომეწონა განსაკუთრებით. და ასევე ვიყიდეთ მსგავსი ფერის პლედი. ეს სხვათა შორის გიოს დამსახურება, ამის სხვა ფერს ვიყავდი და გიო თქვა რომ ამისი პლედი ავიღო და ძალიან ლამაზი ფერია მართლაც. უბრალოდ არ არის თბილი, მაგრამ მგონია რომ გაზაფხულზე გამოვიყენებ იდეალურად. რასნაირად ჩარქივით არის, კიდე იშლება ეს. გაიხსნა ვარნაკაში, ყველაფერი არის ხელით მომზადებული, ფრეში, გემრიელი. მივდივარ ახლა პოსტაში, უნდა გამოვიტანო ამანათი. არის 30 დეკემბერი, ახალი წელი მოდის და დარჩით ჩემთან ერთად.
აქ იყო გუშინ საშაბაო მარკეტი და დღეს უკვე ხურავენ, ალაგებენ. არ ვიცი თუ არა, მაგრამ კვეპროში არის საშინელი წყალი. ბაკის სისტემა არის, ყველას ბაკი აქვს და იმდენად ცუდი წყალია, რომ თმის ცვენა, კანის გამოშვება, მოკლედ ყველაფერი დამეწყო აქ და სულ ფიქრობდი რა უნდა გამაკეთებინა, მაგრამ პრინციპში რა უნდა გავაკეთო, ესეთი წყალია, მაგრამ ვიპოვე გამოსავალი მაინც. სხვათა შორის ამის მიზეზად ვისაუბრებ, ვისაც დაგაინტერესებთ, ზოგადად კვიპროსი იმდენად მშრალი ქვეყანა არის, იმდენად იშვიათად წვიმს, რომ ეს წყლის რეზერვუარი შევსება სერიოზული პრობლემა არის ხოლმე, რო წვიმს ხალხს ისე უხარია, რომ ვერ გეტყვით. და ასევე სხვადასხვა რაიონებში წნევა არის არათანაბარი. შესაბამისად ეს ბაკი აგროვებს ამ წყალს და მე თანაბრად თანაწილებს სახლებში და მესმის ბაკი არის ერთადერთი გამოსავალი კვიპროსისთვის და ყველაზე კარგი ვარიანტი, მაგრამ ჩემი თმისთვის არა და ჩემი კანისთვის, იმიტომ რომ არ ვიცი, საშინელება მოსდის ამ წყალზე. ბაკის წყალი რადგანაც ვერ იფილტრება, მოყვება ძალიან ბევრი ცუდი ნივთიერება. ამისთვის გამოსავალი ერთადერთი არის, რაც 2 წლის მერე აღმოვაჩინე. ეს გახავთ ეს შხაპის დუშის თავი, ეგრეთ წოდებული, რომელიც გამოვიწერე ერთი ძალიან კარგი კომპანიიდან, Hello Clinic ქვია. და ამ დუშის თავში არის ჩამონტაჟებული ფილტრი. ეს არის ინსტრუქცია, პატარა ინსტრუქცია, ძალიან მარტივი დასაყენებელია, არაფერი რთული, შედარებით უნივერსალური თავია და ყველაფერს მოერგება. გამოიყურება ესე, თვითონ ბრენდ ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ საიტზე რო შევედი ეგრევე მოხვდი, რომ კარგი ხარისხის პროდუქტი ექნებოდათ და შეფუთვაზეც ეტყობა ნამდვილად. ყუთზე და ყველაფერზე. ფასაკლება იყო შავპარასკევს და subscription-ით შევიძინე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილტრის განახლებაზე ავტომატურად მექნება, მეილი მომივა, მე გამომიგზავნიან და იყო ფასტაკლებად. შესაბამისად 3-4 თვეში ერთხელ დაახლოებით 25 евро ღირს თუ არ ვწდები ეს ფილტრი. გამოუცლით ხოლმე, თვითონ ფილტრი ჩაყენებული არის აი აქ თავში და გაჩვენებთ ახლა ახლოდან რა ლამაზი არის. ნახეთ. ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი თავი არის, ეგრეთ წოდებული ტელეფონი, მე მგონი ესე ვეწახით რა დამემართა. სხვა ფერებშიც იყო, მაგრამ ეს ფერი რაღაცნაირად ჩემს აბაზანას ძალიან მოუხდება. ეხლა ერთ ცოლი მაქვს ავიდე სახლში და დავაყენო. ამიტომ წავედი. სხვა შორის მოაყოლეს საჩუქარი, შხაპის გელი, რომელიც ესე გამოიყურება, საკმაოდ დიდია და რაღაც კარგი ნივთიერებებს შეიცავს, მე მგონი აქ აწერია. მოკლედ ველოდები აი ამ პროდუქტისგან საოცრებას, ჩემი თმას აღარ უნდა გავდეს. და რაღაცნაირად აი გრძნობ ხოლმე ყოველ დაბანისას, რომ არ არის ისე გაფილტრული, აი რაღაც მოყვება თითქოს წყალს, აი როგორ ახსნა ბაკის წყალი თუ გამოგიყენებია თვინმეს, ალბათ მიმოხვდებით, რასაც გულისხმობ. სულ ეს არის მეგობრებო, ახლა წავალ დავაყენებ ამას. ვისაუზმებ და მუშაობას გავაგრძელებ, იმიტომ რომ არის 30 დეკემბერი, დღეს სამწუხაროდ მუშაობ. და მთავარი კიდევ. დამოვიწყდეს. ჩემი რვეული თუ გახსოვთ ვინმეს, ყოველ წელს ამ რველში ვიწერ ხოლმე ჩემი წლის გეგმებს და წელსაც არ არის გამონაკლისი, ამიტომ ახლა ჩამოვწერ უცბად რაღაცებს, უბრალოდ დავიწყე ეკლესიასთან წერა და აქ დავამთავრებ. საკმაოდ ბევრი რაღაც მაქვს გასაკეთებელი წელს. სხვათა შორის შაშანაც ჩამოვწერე ერთი მიზნის გარდა ყველაფერი ახდა. ამიტომ აი ამ ვითამ უბრალო რველში ძალიან დიდი გეგმები წერია და ძალიან მიყვარს ჩემი ეს ტრადიცია ახალი წლის დღეს ან თუნდაც ერთი დღით ადრე, ესე რომ შევადგენ ხოლმე ჩემს სურვილებს, იმიტომ რომ რთულია ყველაფერი თავში რო გვაქვს, ჯობია ფურცელზე გადავიტანოთ, არც iPad-ში არ მოყვარს მაგის გაკეთება, ფიზიკურად უნდა წერდე ამ ყველაფერს და iPad-ში სავარაუდოდ გავაკეთებ mood boards და გამიზარეთ თქვენც თუ იყენებთ ხოლმე მსგავს რაღაცებს. მე არ ვარ ზოგადად ის ტიპი, რომ ყოველ დღე ვაწარმოო ეს დღიური დავწერო და რაღაცები მოვყვე, იმიტომ რომ ზოგჯერ დრო არ მაქვს, ზოგჯერ შეიძლება ხალისი არ მქონდეს და რთულია ძალიან, მაგრამ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მნიშვნელოვანი პუნქტები ჩამოწერა ძალიან კარგია ჩემი აზრით, მე მეხმარება.
და გამიზიარეთ თქვენც თუ აკეთებთ ხოლმე მსგავს რაღაცებს, რამე რიტუალი თუ გაქვთ ახალი წლის დადგომამდე და სხვათა შორის კიდევ ერთ გეტყვით ახლა გამახსენდა ესეთი წესი მაქვს რომ თლიანად უნდა დავალაგო ყველაფერი, სახლი, აბსოლუტურად ყველაფერი, თაროები, კალედები, აბაზანაი ყველაფერს ვალაგებ, როგორ იცით, აი გუშინ ღამე დავიწყე 10-ზე და დავასრულე ღამის 3 საათზე, მაგრამ ღირდა, სამაგერად დღეს ბედნიერმა გამიღვიძე, თან რობოტი მტვერსას რუტიც სუფთა სახლში ივლის. მოკლედ ეს, წავედი ახლა კოცნით ბევრს და გილოცავთ შობა ახალ წელს.